უკრაინის პრეზიდენტი ვაშინგტონშია დღეს ის დონალდ ტრამპს შეხვდება. ტრამპს შეხვდებიან ევროპელი ლიდერებიც. შტატებში ჩასვლის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ზელენსკი წერს, რომ მშვიდობა უნდა იყოს ხანგრძლივი და არა ისეთი, როგორც წლების წინ, როდესაც უკრაინა იძულებული გახდა დაეთმო ყირიმი და დონბასის ნაწილი. რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს ომი, რომელიც თავად დაიწყო, წერს ზელენსკი. ობამას მიცემული ყირიმი ვერ დაბრუნდება და ვერც უკრაინა შევა ნატოში, წერს დონალდ ტრამპი. მისივე განცხადებით ომის დასრულება ზელენსკიზეა დამოკიდებული. უკრაინის პრეზიდენტს შეუძლია რუსეთთან ომი თითქმის დაუყოვნებლივ დაასრულოს თუ ამის სურვილი ექნება, ან შეუძლია ბრძოლა გააგრძელოს, წერს ტრამპი. თეთრ სახლში ევროპელი ლიდერები ადგილობრივი დროით 12, თბილისის დროით კი საღამოს 8 საათიდან მივლენ. განრიგის მიხედვით დაახლოებით 9 საათზეა დაგეგმილი ტრამპის ზელენსკის შეხვედრა. შემდეგ კი ტრამპი ევროპელ ლიდერებს მიიღებს. ღამით რუსეთმა ხარკოვში საცხოვრებელი კორპუსი დრონებით დაბომბა, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ბავშვები. დაშავებულია 20-მდე სამოქალაქო პირი. ოკუპანტებმა დაბომბეს ოდესად სამიზნე აზერბაიჯანული სოკარის ბენზინგასამართის სადგური იყო. საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე დღეს 41 წლის გახდებოდა. მეოთხე ქვეითი ბრიგადის სერჟანტი რუსმა ოკუპანტებმა 2008 წლის ომში დაატყვევეს და წამებით მოკლეს. ანწუხელიძეს ეროვნული გმირის წოდება 2013 წელს მიენიჭა. ის დაჯილდოებულია სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით სამშობლოსათვის თავდადებული.